ახლა თქვენ გაგეცინებათ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც რაღაც ციფრების ეშინიათ. აი რაღაცად მეშინიათ თქვათ 8-ის მეტყვის ან 12-ის. აი რატო ეშინია არ ამბობს. შესაძლოა 8 რიცხვში მოხდა რაღაცა, შესაძლოა რაღაცას დაედო ეს. აი იყო ერთი მაგალითად, რომელსაც ეშინოდა სამშაბათის, ხუთშაბათის და შაბათის და არ გამოდიოდა გარეთ ამ დღეებში. და მე გავაცნობიერეთ, რომ ამ დღეს არის დასაფლავებები და დასაფლავებების ანუ სიკვდილის შიშის ესეთი ტრანსფორმირებული და იცით სიკვდილზე კი არ ლაპარაკობდა, რომ სამშაბათი არის საშიში დღე და ხუთშაბათი. და მე აღმოჩნდა, რომ ხო, აი იმის რომ შეხვდეს ეს პროცესია, მე ეკვიატება ეს და გაუთავებლად ცუდად ხდება, ანუ მიცვალებულის ხსენებაც კი ტელევიზორში რო გაიგებს ვიღაცა მოკლეს, მეს ნიშნავს, ამიტომ არც ტელევიზორს უსმენს, არც სამშაბათს გამოდის და იტანჯება ადამიანი. ამ შემთხვევაში ახლა აუცილებელია ფსიქიატრის ჩართვა, იმიტომ რომ იცით რა, ეს არის იმდენად იმდენად მძლავრი ისა. ისეთი ტანჯვა მანდ რომ აი წარმოუდგენელი ახლა მე ხა ნარკომომხმარებელთან მუშაობ და ისე რომ აბსტინენცია ლომკარო აქვს და მაშინ რომ ელაპარაკო რამეზე ხო არ მოგისმენს ახლა იტანჯება ის და ახლა აი ისეთი საოცარი ტანჯვა აქვს ახლა ამიტომ ამბობ და თან მაგის ცხენიათ რომ ვერ წყვება ვერსად აი ვინ გაუგებს ამას ვინ მოусმენს ამას